ნინოწმინდა პალატები მეფეთა გალავანში ჯამი აკაფებული შენი სახე რისთვის შემომეფეთა ხატი ყავ ვეფხვი დაქალებული საზანდარმა ღამეა ცახცახა ავთანდილის მწადი ცეცხლშიოდა ცადმებით მსხმოიარე ჩახჩახა დაგაზა ფულს რძის სუნიას დიოდა ნინოწმინდა ჩვენ როგორც ხაზარები იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ ცრებლმა სიყვარულის ზიარამ როგორც ხმალი ძმებოტამერლანისა სიყვარულისა დამჯახებია მე მივთირი ღამეს ზამბახებიას და სიყვარულს ათაბაგის ქალისას ძუძუები ოქროს კალბახებია წამწამები აქვს თავთუქის ხანისა წინანდალის ვაზი აყვაებული ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა აფრენილი ბაზიერის დაფითა დურაჯი ხარ მაყვალს შეფარებული ნინოწმინდა ჩვენ როგორც ხაზარები იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა საქართველოს ლექსის მეხანძარენი ძმობამ ცრებლმა იმ პატარა იარამ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ეხლა მოისმინეთ ალბათ არ ვიცი ბევრს აქვს მოსვენილი ან თუ არ მოგისმენია ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსვენა კიდევ ერთხელ ჩვენთვის გოგლა ლეონიძის ლექსისა მისი ერთ-ერთი შედევრი ნინოწმინდის ღამე და მინდა რომ იქიდან გადმოვიდეთ როგორც ბოლოში ამბობს ბატონი გიორგი საქართველოს ლექსის მეხანძარენი და ასე საქართველოს ლექსის მეხანძარენი გულისხმობდა მათ შეხვედრას ნინოწმინდის პალატებში და გულისხმობდა ქართველ პოეტებს შეიძლება ჩვენ ხანძარი ვერ დავანთოთ შეიძლება ახლა ვიწყებთ ზოგი დამწყებია ზოგი უკვე შუაგზაშია და ასე შემდეგ მაგრამ პატარა კოცონი შემოქმედებისა და პოეზიისა კავკასიურ სახში ყოველთვის ანთია და დღესაც ანთია და დღესაც დაინთება. ასე და გვინდა შევექმნა წინასწარ პოეტური განწყობა და გავეგო დიდი პოეტის ეს მშვენიერი ლექსი. მე თავს არ შეგაწყეთ დღეს ბევრი საუბრით, ბევრი წარდგენებით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აი დღევანდელ დღეს თქვენი ჩვენთან მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა დროს ესენი თქვენ ხართ ჩვენი სახალხო უნივერსიტეტის მცვენელები სხვადასხვა დროს თქვენი შემოქმედება რომელიც მე უსაზღვროდ მომწონს ამას სრულიად გულწრფელად ჩვენს ალმანახში რომელსაც ქვია ჩვენი სამყარო პირველად გამოიცა ნომერი და პირველ ნომერს ქვია სხვათა შორის ვირუსული დღიურები იმიტომ რომ ის მაშინ შეიქმნა როცა ცოტა გაჩერდა სწავლა გაჩერდა ყველაფერი და სახლებში დაგვაბრუნეს და მაშინ მე და თამარმა ვიფიქრეთ რომ შეიძლებოდა დაგვეწყოძებდა ნიჭიერი ახალგაზრდებისა ჯერ რას ფიქრობენ ისინი ამ ვითარებაზე ურთულესი ვითარება შეიქმნა და ეს პირველი ჩანაწერები მათი ავტორების ზოგიერთი აქ ზის დღეს აქ გოგონა უმშვენიერესი ქეთაჯგერენაია ზოგდიდიდან ეხლა დღეს სტუდენტია და აქ სწავლობს და დღეს ძალიან გაგუხადო რომ ის გვეწვია ეს ლექსები ჩვენ ნომერში იბეჭდებოდა და ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია ერთმა რამ წელს ლევანდელი წინანდლის პრემია მიიღო ერთ-ერთმა ჩვენმა ავტორმა ლარა შუკვანმა ეს ლარას მე კიდევ წარვად ვეტყვი და ამავე დროს მეორე ავტორი თაკომ ღებრიშვილი შეიძლება ბევრს იცნოთ ის საკმაოდ ინტენსიურად იბეჭდება ხოლმე თავის Facebook გვერდზე ბეჭდავს ლექსებს და აი ეხლა დღეს მხოლოდ იმიტომ ვერ მოვიდა რომ თაკოს პირველი წიგნი გამოვიდა იმას რა ქვია წიგნად გამოვიდა და წიგნის ფესტივალზე არის მისი წიგნი გამოტანილი მე ვფიქრობ რომ ყველა ბევრი თქვენგანი ეს სულ ყველა ახალგაზრდები ხართ ყველაფერი წინ არის და ძალიან მალე ვნახავ სხვათა გამოცემებსაც და თუ ვერ ვნახავ და თუ ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ
თქვა სხვა გზით წარიმართა თქვენი შემოქმედება პროფესიონალური თვალსაზრისით ის ყოველთვის დარჩება აი ამ ჟურნალის ფურცლებზე რომელიც ჩვენთან იბეჭდებოდა და ის მუდამ იქნება თქვენი კეთილი მოსაგონარი ამ დღეებისა და ამ წლებისა ეს როგორც თქვი ბევრს არ ვილაპარაკებ მეთქი და მინდა რომ ეხლა დღეს პირველი ავტორი წარმოგიდგინოთ რომელიც მე ძალიან განსაკუთრებულად მიყვარს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობისა სულ გვერდში მდგომი მოყვარული ადამიანი ლალი ჭეშმარიტაშვილი ძალიან დახვეწილი ძალიან რაფინირებული ლექსების ავტორი მაგრამ თავის თავზე ლექსებმა ილაპარაკო და ახლა ლალის ვთხოვ რომ წარმოვიდგინოს თავისი ლექსები მოდი ლალი აგერ მოგესალმებით პირველ რიგში მოგილოცავთ ამ დღეს იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის უბრალო დღე სულ მოუთქმელად ველოდებოდი პირველი ზარიდანვე როდის დადგებოდა თან კიდევ სხვა დატვირთვა აქვს გარკვეული მიზეზების გამო უამრავი მოგონება მაკავშირებს კავკასიურ სახლთან უამრავი კარგი მოგონება არც ერთი ცუდი ყველა კარგი და საინტერესო და ბევრი თავგადასავალი იყო ჩემთვის წლებია უკვე თანამშრომლობ ასე ვთქვათ და მეგობრობთ და არ ვიცი არც ერთი მადლობა არ ეყოფა მილიონიც რომ თქვა იმას რაც მინდა რომ თქვა და ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩემს ლექსებს რაც შეეხება პირველად როცა აი ვირუსული დღიურები ახსენა ბატონმა მიხომ იქ დაიბეჭდა ჩემი ლექსები და აი იმ პერიოდში საერთოდ აღარ ვაპირებდი სიმართლე რომ გითხრათ ლექსების წერის გაგრძელებას და ერთმა ზარმა თავიდან არც კი ვიცნობდი კოვიდის პერიოდი იყო ხმაშიც კი იგრძნობოდა ის სითბო იმხელა მოტივაცია მივიღე მაშინ იმ ზარისგან ერთი ზარისგან რომელიც ჩემი ლექსების გაგზავნის შემდგომ დამიბრუნდა ბატონმა მიხომ და ქალბატონმა თამარმა რომ დამირეკეს და არ ვიცი მართლა ამაღელვებელია ჩემთვის დღემდე ის მოგონება როცა ვიხსენებ ხოლმე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კარგი მოგონება მექნება კავკასიურ სახლთან ვინც არ უნდა გვიშლიდეს ხელს და როგორც არ უნდა გვიშლიდეს აუცილებლად გააგრძელებს კავკასიური სახლი არსებობას და აი ამ ბევრი ახალგაზრდის გახარებას ისე როგორც მე მახარებდნენ ამდენი წლის განმავლობაში ჩემი ლექსები წაკითხვა მინდა დავიწყო პირველი ლექსი და რომელიც აქ გამოგზავნე წლების წინ დაწერილი და რომელზეც მივიღე მაშინ თქვენი პასუხი მას ქვია არასტანდარტული პოემა ამაში არც არასტანდარტული არ არის არაფერი და არც პოემა არ არის მაგრამ ეს იყო ჩემეული ხედვა რატომაც დავარქვი ასე სათაური არასტანდარტული პოემა პროლოგი აქ რა შუაშია თუ იყო აპრილი თუ ვიღაც ანარქისტს უფრო თხლად ჩაუცვამს თუ იმ დროს ორივეს რატომღაც დუმილით მოგვინდა ზიარი ქუჩების ხმაურთან ამ ხრიდან მეც და შენც აგვიცდა კალამი ჩვენ წერდით ლექსებს და არ წერდით ერთმანეთს რა მიწერ მოწერა გრცხვენო და სალამით მიწყვნილი სტროფებიც დავწვითან დავმალეთ უმოქმედობა პირველი ამ დრომაც ისე ჩაიარა როგორც შვევია ვერ შემჩნეულ და აცილებულ მძერებთან ერთად უმოქმედობა მეორე აქაც არ ვიცი მზე იყო თუ თოვლის ფანტია რტოზე ალუჩარ თუ ალოჩის ნორჩი ყლორტები ჩვენ აპოლონმა ლექსის დაწვა არ გვაპატია და ერთმანეთთან დაგვაბეზღა ჩვენი სტროფებით მოქმედება პირველი ერთი მეორის ყველა სტროფი გავიზეპირეთ დადაგულ ფენიქსს ისევ აჩდა და ნასისხლები აგორებული ლექსის გუნდა ვერ გავაჩერეთ შთაგონებებით გავისეთ და ვეღარ ვიცლებით გამარჯობაო ნახვამდისო როგორ გიკითხოთ ლექსიკონს უკვე შეახორცდა ყველა იარა მონოლოგებო ახლა უნდა დიზე ვიფიქროთ ხმაურ სიჩუმე არ უდგება არსად ზიარად მოქმედება მეორე ლექსი პოემად გადაიქცა პოემა პროზად ერთ დღეს მეორეს ურითმავდით თვეებს ვარქმევდით და როცა ფურცლებს აღარ სურდათ გრძნობის დატევა და როცა უკვე უთქმელობით თეთრად ვათევდით ჩვენ თქვით მიყვარხარ მოქმედება მესამე ამ დრომაც ისე ჩაიარა როგორც შვევია მკვეთრად შესამჩნევ მზერებთან და სიტყვებთან ერთად და ეპილოგი ვამჩნევდით უკვე ურითმავდით წლებსად წლეულებს ჩვენ ერთმანეთის ამოხსენით ყველა ქარაგმა იყო გაბუტვა იყო წყენა ბოლოს სიკვდილიც მაგრამ მე ისევ ლექსს გიტოვებ ჩვენს ფანჯარასთან დასასრული შემდეგი ლექსის სათაურია
როგორ უბრალოდ მიდიოდნენ ჩვენგან ბავშვები. მაშინ იმდენად ყველაფერი იყო დიდი და მაშინ იმდენად ყველაფერზე გადავირიეთ, ეს აღტაცება იყოს ჩვენი გზების ბოლოშიც, იქნება იყოს და ბოლომდე თავსაც გავიტანთ. ბურთით და ცარცით გადავსერავთ ერთ საუკუნეს და საუკუნის ბოლოს ალბათ გოლსაც გავიტანთ. შემდეგი ლექსის სათაური არის ითაკამდე. ეპიგრაფი. მუზავუმღერე მრავლის მხილველ ვაშკაცს, რომელმაც ტროის დანგრევის შემდეგ ბევრი იხეტიალა. ჰომეროს. ზესკნელ დართულ ან არ დართულ მოირას, მოაქვს ჩემი ბედის სიმწუხარენი, განდაგანი ჩუას კნელს ვინ მოიარს, შენცის არ ეკვნესით მოიარენი. მზის ნათელზე სახეს ვინ იმწუხარებს, თუ საფერავს არ ჩაღვრიან მზის ტანში, ღვივის მზე და წითელ ძაძებს იფარებს, ღვივის მზე და ნატირალს წერ მზის წყმაში. განდაგანი ჩუას კნელს ვინ მოიარს, ჩემი ჩრდილიც ჩემზე გავაგულისე, დავდიოდი სადაც ბევრჯერ მსხმოიარს, ვას ხვდებოდი ან ხვდებოდა ულისე. მივდიოდით გზავინ მოისაკლისა, თან მიქონდა აგური და მარილი, აგური მომავალი სახლისა, მარილი კი ამ სიგიჟის სამხილი. განდაგანი ჩუას კნელს ვინ მოიარს, დროჟამცვლაში ვიღაც გამოვიცანი, ბადეს თევზი გამოება საიდან, მიწას ჭრეტდი და იქ ცავერ ვიცანი. მივდიოდით გზავინ მოისაკლისა, ითაკამდე გზების ძებით დავბრძენდით. მოდი ხვალევ დაიზრუნე ხვალისა, ჩვენ დღევანდელ დღისთვისაც კი დავბერდით. განდაგანი ჩუას კნელს ვინ მოიარს, შენცის არ ეკვნესით მოიარენი. შემდეგი ლექსის სათაური არის ჩვენ ცოტა ნოსტალგიური ხასიათის არის, როდესაც უნივერსიტეტს ვამთავრებდი, მაშინ დამებადა ეს გრძნობა და ლექსად გამოვთქვი. ჩვენ მელიქიშვილის გამზირი იავარდი და ბზა, უშენოდ ვეღარ გავძელი ჩემი ბალღობის გზა. მურმან ლებანძე. რატომ მიყვარდეს, რატომ ძულდეს, რატომ ვიცინო, ყოველ სალამზე რატომ ფანტო თითო ღიმილი, თუ არაფერი არ ყოფილა სამარადისო, თუ ამ ცხოვრებას ზღაპარივით გადავივლიდით, რატომ ავდგე და როგორც ახლა შუა ღამისას, რატომ ვთესდე და ვერ ვიმკიდე ჩემი სიტყვებით, მელიქიშვილზე რატომ კრებდნენ ყველა ჩავლისას, შემოდგომაზე ფოთლები და მერე კვირტები. კვირტივით იყო მაშინ ჩვენი ფიქრთა გილდიაც, ყოფნი და ვიწრო საუბრები რჩეულ გეგმებზე, დროს დავცინოდი ჩენი დაბმარა ადვილია, ის თურმე უკვე გაპარულა სხვა კარნავალზე. კარნავალები თითქოს მორჩა, აღარც ვერევი, სუსხიან ფიქრებს ამ ლექსებში გამოვიზამთრებ, ბოლოს ავყვები მელიქიშვილს მერე შემთხვევით, შევხვდები სადმე ამ ცხოვრების მოხუც სიმართლეს. ბოლო ლექსი ამას წავიკითხავ, პატარა ლექსია, მე ვხედავ ომის მზეს. არასოდეს მიპასუხოთ კითხვაზე, წერილი თუ სიხარული წერილით. მე სიკვდილი ვარ, ანუ ომის პოსტალიონი. მე ვარ თარიღი დაკაწრული საფლავის ქვაზე, რიგით მეორე. და ჩემი ბოლო ლექსი სახელწოდება არის სიმბოლურად იყოს ბოლო ქვია. ეს ყველაფერი პოეტური სულაც არ არის და არ მგონია მით უმეტეს საარავისო, მიდიონეგინ გააჩერე ტყვია მუჭაში, მიდიონეგინ სანამ დაისკავ ხარაისო. სანამ დაგლანდე როგორც სუსტი მზე ჩამავალი, სანამ არ ვშიშობ რომ ამოსვლა კიდევ შენია, საცალ ფეხოა ეს ბილიკი ჩემი სავალი, ორს ვერ დაგვიტევს რა ვქნა ამის თუ მეშინია. შენი გზაც ასე საცალ ფეხო გამოდგავ შიშობ, დაწარსულებმა ერთხელ მაინც გადაგვიკეთეს, ის ერთხელ იყო გაიშალა ორად წავიდა, დარჩა ნაკვალი, შენზე ჩემი, ჩემზე უკეთეს. წადი ონეგი ნუ მოხედავ წერილს ცეცხლიანს, მათ შენი ბედის ცინიზმია ამოკაწრული. პირზე შეაშე ღიმილი ბედსაც აუზნიანს და შეირჩინე შენს ღიმილის სახეს ქარგული. წადი ონეგი ნუ ბრუნდები უკან შენ გზების, გადაკვეთაზე არ დაგხვდები როგორც შენ გსურდა, მხოლოდ ნაკვალი დაგხვდება და ამ გზას ნუტკებნი, ჩემმა ფიქრებმა შენი სახე უკვე შესუტრა. წადი ონეგი. ძალიან დიდი მადლობა შენიერი ლექსებისთვის. აქედან ერთი ვარდი შენია. მადლობა. საჩუქრად. მოიცა. საჩუქრად დაირა გელაშვილის ორთომეულის გადავ ლექსებიცას. ამ ხნისას რაც მოვიყარე, ბევრი ვიფიქრე რა ცოცხლებს ადამიანს და რა ასულდგმულებს.
ადამიანს ასრულებს ურთიერთობები, ყველაზე დიდი კომფორტია ადამიანური ურთიერთობები და ჩემთვის ეგეთი ურთიერთობების ეტალონი გახლავთ ჩვენი დიდი ხნის სვენელი და მეგობარი კავკასიური სახლის მეგობარი სახალხო უნივერსიტეტის თინათინ მეტრეველი. თინას არა აქ ძალიან ძალიან წართმეული ლექსები იყო ესენი როცა წავართვი, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია და აქვს მას პატარა ლექსები დღეს არ ვიცი მე ამოუბეჭდე ის რაც შევარჩიეთ, მაგრამ ისიც კიდე განსაკუთრებულია, ძალიან ძნელია ხოლმე მოკლედ რაიმეს თქვა, მაგრამ ისეთი ზუსტად არ ხოლმე ნათქვამი რომ აი მოკლედ მოგხიბლავს ადამიანს. და ეხლა მინდა თინას წავაკითხო თავისი ლექსები. მოდი გინაცვლო. ძალიან დიდი მადლობა იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მართლა არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის დღეს აქ დგომა და ის რომ დღეს აქ ვარ და ეს ჩემი ტექსტები, ესე ვთქვათ, არის ფურცლებზე, არის მხოლოდ და მხოლოდ ბატონი მიხოს დამსახურება. ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები და მართლა იქნება ტკბილი მოგონება ჩემთვის კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი და ვუსურვებ ყველას რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიიღოს მონაწილეობა და გაიხაროს რა თქმა უნდა გაგრძელებას ვუსურვებ ამ პროექტს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დავიწყებ იმ ტექსტით, რომელიც თქვენ ძალიან მოგეწონა და გავბედავ ამას. სად არის სამყოფელი, სადაც სამყოფია ერთი სიტყვა და ცივი წყალი. ბოდიში კითხვები ჰქვია ამას. ვინ არის მთქმელი და ვინ უტყვია? ვინ ხატავს ხარებს უღელ დადგმულს და ვინ ხატავს სპილოს ანაკლემებს საპალნე დადგმულს? ვინ იცვამს შარვალს და ვინ კაბას და ვინ პერანგებს პალმის რტოებით მიმოხატულს და ვინ რკოების ნაქარგებით დამშენებულს ვინ იცვამს სამოს? სად არის მიწა, სადაც წერფის კვალი არ აჩანს და სად ქვიშა ამ ჩხიბავების ჩრდილი სად არ ჩანს? ვინ ნახო კაცი თვალისფერის და მზერის მიღმა თაფლისფერებად რომ ატკბობდეს დამდნარი ხედვა? და ვისი სევდაც არ ქვავდება 10 წლის შემდეგ და ვისი სევდაც არ ხმარდება საათის ისრებს 1 წლის თავზე არ იქცევა 1000 ფერს სევდად ვინ არ ასხვისებს საიდუმლო ფერებს და ფუნჯებს ვინ წევს საწოლზე სადაც ღალატს ადგილი არ აქვს სად არის ჭიქა რომლისთვისაც ჯერ ხელი არვის შეუულია და მოწყურებულს ბაგებით არ წაუბილწავს ნაპირი თიხის სად არის წითელი თიხა სხვა კითხვები არ ჩანს ჯერჯერობით ყოფნა არ ყოფნა ქალაქი მათხოვრებით სავსე მეტრო გაჭირვებული ხალხის სახე ქვეყანა ოქროყანა სამართალ დამცავი ადამიანის სამართებელი ქუჩების სკვერები ეზოები დაბინძურებული მტკვარს აღარავინ უსმენს ხეს ხომ ჭრიან და ჭრიან მზის ამოსვლა ჩასვლას აღარავინ ელის სევდა მზეს უმზირასავით იაფია და იფსქნება სხვისი ჭირი აღარ ზღობის ხირია და სხვისი თხინი რაღაცა თქმელია თუმცა შური მაინც იხედება თვალებიდან სესხებლები ადრე კვდებიან აწერია ყველგან ყველა სესხს გთავაზობს გკლავენ ყველაფერი ძველი დავიწყებულია ახალი ძველზე უარესი მომავალი ისევ ჩვენია მაგრამ სად ვართ ჩვენ სიბერე ხედავ დროის მსახრალი ხელი როგორ აშრობს ხეულს, როგორ აჭკნობს, როგორ ღეჭავს, როგორ ჭამს, როგორ აჩიავებს, როგორ აჩამიჩებს და როგორ აჩუმათებს ადამიანს, რომ არა სული. დრო მოკლავს ადამიანს, როცა სულს დალევს და რომ არა სული, დრო მართლა მოკლავდა ადამიანს. განკურნება. მივედი და დავინახე, რომ ბნელია მისი სარკმელი. წამოვედი და მივხვდი, რომ მისი სარკმელი ყველაზე ბრწყინვალეა ამ მზის ქვეშეთში. და ბოლო ორი სიცოცხლეს. მე მაპატიე რომ არ ვიყავი ლამაზი, არ ვიყავი გულწრფელი, არ ვიყავი ლაღი და ბედნიერი, არ ვიყავი მადლიერი, არ ვიყავი ძლიერი და არ სუსტი ვიყავი, არ ვიყავი შენი მეგობარი. და ეს არ ყოფნა ხშირი იყო ვიდრე ყოფნა. ახლა ერთ საკითხო, დამეხმარე სიცოცხლეო, რომ ვიყო ლამაზი და შენი მეგობარი. დამეხმარე, რომ სიკვდილს შევეგებო. და ბოლო პატარა და მთა მან ვისაც სიყვარულში გამოვუტყდი ყური არ მათხოვა მერე გულის ყურით უსმენდი მას
ვინც მითხრა მიყვარხარო. მას შემდეგ დუმილი შემიყვარდა. დიდი მადლობა. ერთი ვარდი შეგია. ეს შენ ეხლა წიგნსაც მოგცემ. ზურაბ კიგნაძის არაჩვეულებრივი წიგნი ძველი აღთქმის წოდისობა. ეხლა მინდა ლექსების წასაკითხად მოვიწვიო ადამიანი ვინც უკვე რა თქმა უნდა ვახსენე. იმიტომ რომ ამით ძალიან ამაყობს სუყოლანი ჩვენ მთელი კავკასიური სახლი, სახალხო უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ამით ჩვენც მივიღეთ გარკვეული შეფასება და დაფასება. როდესაც გავიგეთ ჩვენ სიხარულს საზღვარი, ხან მე გავაზიარე, ხან ლორდ ქიფაინზემ გააზიარა, რაღაცები წაუნძღვარი, რაც შეგვეძლო მოკლედ, მაგრამ ეს იყო ლარა შუკვანი, რომელიც უაღრესად მორიდებული ადამიანია და აი სულ წუხდა, რომ თქვა ღირს თუ არ ღირს, აბა თურმე ღირებულადია ძალიან ზღირ, ძალიან ჭკვიანური, არც ერთი ზედმეტი სიტყვა მის ფრაზებში, არც ერთი რაღაცა აი რა ქვია უბრალოდ დაწერილი რაღაცა ფრაზა. აი ასეთი და მე მგონია რომ სწორედაც შეაფასეს და დააფასეს ძვირფასი ლარა შუკვანის პოეზია და ამიტომაც მან მიიღო ლევანდელი წლის წინანდლის პრემია. ულოცავ კიდევ ერთხელ მას და ახლა ვიცო ლექსების ასაკი. წარდგენა იყო იმაზე უფრო დიდებული ვიდრე იმსახურებდა, გმადლობთ. შესავალი რომ არ მქონდეს ხომ არ გეწყინებათ. მოკლედ ესე იგი, აი ეს ტექსტები უფრო სწორად ამათი ნახევარი იყო სწორედ აი ეს წარდგენილი წინანდლის პრემიაზე. რისთვისაც პრინციპში სითამამე კი არ მეყო მოწყენა და მოცალეობა მეყო და მაგიტო გავგზავნა. პირველი ტექსტი არის სიზმარი ესე. სიზმარი იყო ცხადზე უფრო ცხადი. აღარც ერთი სახლი აღარ იყო იგივე და ხეები აღარ იყვნენ იგივე და ზამთარი, გადაღლილი მტრედები, ბეღურები აღარ იყვნენ იგივე. აღარაფერი იყო იგივე და მაინც არ ყოფნა იყო ყოფნაზე ცხადი. შენ კი უთქმელად გრძნობდი, რომ არ იპოვებოდა მარცვალი შენში. არა თუ საშენო, არამედ ბეღურისთვის სამყოფიც კი. წუხრის ფურცლები ელავდნენ ცაზე და ცა აღარ ჰგავდა მტრედისფერს. აღარაფერი ჰგავდა თავის თავს. გარდა ამ სიზმრისა. შენს ნანგრევებზე ცვიოდნენ ფიფქები და მკვდარი ჩიტები, როგორც ყოფნისკენ ზურგშექცევით მდგარი ამბები, ამაოებისა და სიხარულის. მადლობთ. ისევ თოვლი. რა სიტყვის შენი უკანასკნელი ფიქრი, როცა მზე ბოლო ყულუბ შეუერთდება და პირშემხმარი სისხლივით გადაიყრი გულიდან უწინდელ ფიქრებს. ბოლოს ხომ მაინც ყველა ფიქრი ერთალაკს უბრუნდება. ძველი, ნახევრად დანგრეული სახლის კედლებში ჩუმად მიაბიჯებ. ყველაფერი ნათელია და დაუსაბამო. თითქოს არც არასდროს შეხორცებულა ის ჭრილობა. თავდაღმართში წაქცევისას მუხზე რომ ამოგეტიფრა. როგორც წარუშლელი მოგონება. თითქოს ვერც ვერასდროს გადაფერთხეთ თოვლის იმ სატელიტიდან, რომელიც ყველა ოცნებასთან გაკავშირებდათ და უსასრულოდ დგას გამხდარი ძმის სილუეტი თოვლიან ღობეზე. თითქოს ისეთი ჩვილი გამოდგა შენი მეხსიერება, რომ ვეღარასდროს გაიზარდა. ვერც ერთი ხსოვნა ვერ შეიხორცა. ნეტავ რა სიტყვის შენი უკანასკნელი ფიქრი, როცა ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ცრემლიანად ჩაგეღიმება. მას შემდეგ, რაც ყველა სიზმარში ხედავდი წყალს, წყალში კი თევზების ხტოდნენ ამღვრეული ფიქრები, შენი თვალები დაემსგავსა ბადეებს იმ მებადურისა, რომელიც დასაბამიდან ცდილობს იპოვოს რამე, არა ხორცისმიერი, არა თვალისმიერი, არამედ სამყოფის სულისა. შენ ხარ ვინც ყოველ ღამეს სტუმრობს სიკვდილს და ამ სიკვდილიდან გამუდმებით უკან გაბრუნებს ტკბილმწარე სიტყვები, იავნანის ქიმზე აკინძული. ხოლო შენ უწყი
რომ ყოველ ღამე სტუმრობ სიკვდილს, მაგრამ მუდამ უკან ბრუნდები, რადგან არასდროს გვხვდება ნაპირთან შორეული. გუმჩატე დედა, სულის მტრედები ობლად რომ დაუგზავნია, შენს კიბეებთან, შენს ფანჯრებთან, შენს სასთუმელთან, შენს გამხარ გულში. მე მგონი კიდევ ერთ ვიკითხავ. რომლის სათაურიც გახავთ მამას, შენი პორტრეტიდან უცხო ადამიანი მიყურებს. თუ ისევ გიკვირს, რომ არასდროს გესაუბრები, გაკვირვება სჯობს მაპატიო. შენ ვერ შეძელი ჩემი ნახშირისფერი ხასიათის გაფერმკრთალება და არც ის იცი, რა უნდობლად უმეგობრდები ადამიანებს. გამოგიტყდები, მე შინია. შენ რომ წახვედი ის მაშინებს და ალბათ ხვდები, როგორ მთავრდება იმედების ბავშვური დევნა. უცხო პირებსაც ასე ვუმზერ, ცალყბად ვუღიმი, ან თავს უკრავ, თუ შევხვედრი ვართ. ისინი კიდევ თითქოს უწყლოდ დარჩენილი თევზი ვიყო, რომელიც სიკვდილს მაინც გადარჩა, მიმზერენ ასე, სულ ოდნავი სიუცხოვით და გაკვირვებით. შენ რაღაც სიტყვი, საღამოს ცაზე მოფენილი სევდა თუ გიყვარს, ან და ჩემი ხმა, როცა უმწეო ფიქრებს დავტირი და ჩუმად ვარ. ხო, უთუოდ უნდა გითხრა სანუ გეშებლად. ჩემი საყვარელი მუსიკაც ასეთია, უსიტყვო. მე მისი მესმის, მას კი ჩემი და სულ ეს არის. უჩვეულოა ეს სიმართლეც, მაგრამ ასეა. მაინც მარტო ვარ, ქვეყნის ხალხთან და ჩემს თავთანაც, სულ მარტოდ მარტო. ყველგან პოულობს სიმარტოვის ციდა ნამცეცებს და მერე საწყლად ვეტანები ბეღურასავით, რომელიც ტკივილს უნუგეშოდ შერჩა მშობლიურს და ვერსაიტკენ ვერ აიღო გეზი ზამთარში. ეს იყოს ბოლო ჩემგან და ამ ლექსის სათაურია სიყვარულს არაცდის ადამიანი ადამიანს. სულის მოთქმას არაცდის ადამიანი ადამიანს, სიყვარულს არაცდის. მზე ამოვა და ქარი ღრუბლებს გადაიყრის, სიყვარულს არაცდის ადამიანი ადამიანს. მზე წავა და მთვარეს ღილებს შემოაქსოვს, სიყვარულს არაცდის ადამიანი ადამიანს. ჩიტი მარცვლებს სიმშვიდიდან ამოიკრებს. წუთი ბავშვის თვალებისთვის მოცდება და ადამიანი სიყვარულს არაცდის ადამიანი ადამიანს. თუ ღიმილი ტკივილეთში ჩაიძირება, თუ ცრემლები გაიბნევა უთქმელობაში, მაინც არაცდის ადამიანი ადამიანს. მზე ახალ დღეს მოიმშობიარებს, უბეშეხსნილ ბამბის ციდან ტრედი მოწყდება, ჯავრი გამხმარ ტოტს მოამტრევს დავიწყების ხეს, ადამიანი სიყვარულს არაცდის ადამიანი ადამიანს. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ერთი ვარდი რა თქმა უნდა შენ. ერთი ესა და კი ბატონო და კიდევ აი ეს კიდევ ეს ოქტომბერული. დიდი მადლობა ბაიებ რაღაცა დიდი მადლობა, მადლობა ყველას თავს აღარ ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოეტი. მე ამ სიტყვებს პოეტს გერმანულში მაგალითად დღეს ვინმე რომ თქვა იშვიათად წერენ ლექსის დიდერ დიხტერ არის უკვე ძალიან ყოვლის მომცველი. ესე იგი ძალიან ბეტია გააკეთა, ბეტი დიდი მართლა დიდი პოეტის იმაში არის. ახლა და ერიდებიან ამის თქმას. ჩვენთანაც ძალიან მოხშირდა ყოველას პოეტი შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს არის ნამდვილი პოეტი. როგორც ხვები ვინც აქ არიან წარმოდგენილი, თორემ ისინი არც ჟურნალში იქნებოდნენ დაბეჭდილი და არსად. ერთ-ერთი ყველაზე არა მარტო ამ ავტორებიდან, არამედ ზოგადად დღეს ვისაც მე ყველაზე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, ეს არის თამთა მუმლაძე. თამთა მუმლაძე არ ყოფილა ჩვენი პროექტის მსმენელი, თქვათ ის უკვე სხვა საქმეებს არის მოკიდებული და მაგრამ მე ერთხელ როცა წავიკითხე სოციალურ ქსელში და ლექს ერქვა სათაურად მანდაეც. საერთოდ სხვანაირად
როგორც იტყვიან გამაჟრიელა, იმიტომ რომ იმდენი რამე იყო ჩატეული, იმდენი რამე ვიგულისხრი ამაში. მე სოფლიდან წამოსული კაცი, ჩემი მანდაეთი იყო რაღაცა, როცა თუშეთში ვიყავდი, იცით, ჩემი სოფელიც იყო, აი მანდრუარი და ასეთი უკვე დიდი პოეტური იყო, სათაური იყო, ჩემთვის უკვე რაღაც საოცრად მეტყველი, მანდაეთი. მე მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი თამთა მომლაძე. მოგზაინტერესებთ. მოგესალმებით. არიგელო. არა. რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ბატონ მიხობეროშვილს. ძვირფას ადამიანს, რომელსაც არ ეთქვის დაბეჭდა ჩემი ლექსები არ მონახში. ახლა კი ვინაიდან ჩემთვის ყველაზე სანუკვარი ქართველი ილია, წავიკითხავ იმ ლექსს, რომელიც მას მიუძღვე. საქართველო, რომ შემოიჭირა საკართული დღე, წამოიმართა მითიო და გზაზე ფართო ეტლი მიდიოდა, ეტლში ეტეოდა საქართველო. მწვანე გადაეკრა შილიფანი ჭაგზე ტაბახტითა ოსველია. იგი მოდიოდა შილიფად და სუნი ასდიოდა ბოსველიას. ქართა წერაყინი ამუშავეს, ხებუჭკს დაუამეს გუმათივით. ჩოდილნი თოფატდელთა ამუშავეს ჩირგვებს ადგებოდა გუმბათივით. თულნი უხდებოდნენ ამოთოფოს. ხელთა გამოსტაცეს ქართველობა. ჰოდე ფარდებს უკან მამულს თოფავს გარე გამხედვარი ქართველობა. ოკვირს ტაბასტის ანუცა მართვეთ. ისმენს შარაბნიდან ილია ავად. ამ კაც ნუ მომიკლავთ, ნუ წამართმევთ. ახა, ილია ვარ. სჯავრი განაჩინა მაგიდამაც. დარდი აერევა გაისყოლეს. ჰაი გიდი ხაფად მაგიტომა ცხროხთა თოფ დამბაჩა გაისროლეს. ერთხმივ განზე მდგომთა ერობისგან. ერს რომ განაფრთხობდა ჩაძინებულს. ძალო მუწალდავდა ევროპისკენ გზას, ფანს ასრულებდა ცაჩინებულს. ვეკა ჩამოაწვა უღალოთა. დინჯად მოეკიდა წიწანს მური. თითქოს საქართველოს უღალატა ისე წითლდებოდა წიწამორის სისხლით. ჯირმიხები იმარითა, ელდით შიშნეული ბერდებიან. ალბათ შუბლი იყო იმერეთი, ალბათ ქართკახეთი ფერდებია. ესრე, მავნებელთა გახრეს ნტილი. უნდოდ ქანაობდა საკარტლე, დიდი გული ჰქონდა გახრეტილი სამი ტყვი წახდა საქართველო. ისმის სათხოელი დადის ოხრა. უშტის უშტი, ივლიასთვის. გზაგზა ლანდივითხა დადის ოლღა, აანთეთ სანთელი ილიასთვის. ეს კაცი ქვეყანა სჭირდებოდა. წავეკითხავ ალბომი მუხლებზე ფენილი მაგონებს გაშლილი ჟამს თესველს. ბებოწუხს გაცვდება ფანელი ვერ უძლებს ჟამთასვლას. აკდება ლამფაში ნავთსალი, ვამხნევებს სახს გარემოურავს. უბეში ჩავუწყობ ნავთალინს, შენს ხალაც ბებო რა მოუვა. დავყურებ მუყაოს ფოთოლს და ნაღდია, ჰო, განაბლეფია. ქოთქოთებს შავთეთრი ფოტოდან ფუტკრებსაც უშველებებია. ასე თქვა, გარკვევით მესმოდა. ვიკვირვებ, ხბოგე თქვა, ან დათხა. ყვავილით სავსია ეზო და განაღარ აშველა უდათხა. წინ ბავშვი აწვალებს ჩიაჯამს. გვერდით ბრგემი ოძღვის ჯორსკოდას. წუხს ბებო ჩემ ჯორკოს ჭიაჭამს, კუთხეში წაბლის ხის ჯორკო დგას. ბაბუჭრეთს ვენახებს წამლიანს. კარაქი გადადნა როს ერბოთ პასუხო. რა შეჭამს, წაბლია, წაბლები უძლებენ დროს ბებო. უკმად დგას პატარა ბოტები. ძეებმა ღრუბლები დაკოდეს. არ ცხრება, რა სჭამენ ბატები გარეკე დიდკოდებს შოლტივით ბლებია, ან იქნებ დაეცნენ ხალიანს. ვიცინი რა ბატი ბებია, ბატები დაეშვნენ ხანია. სეშუბის ტარზია მაღლივძეს, რუბლები, ალმები, ყოველი. თენდება ალბომზე მაღვიძებს სისხლის და მამლების ხივილი. ვეცემი ხის ჯორკოს დაფიჭებს, ბებოსი კარადის კიდია. ნავთალინს ჟამთასვლა აფუჭებს, ფანელი უცლოლად კიდია. მანდაეთი სოხობით ხარ წავიკითხავ. არ რაღაცებს წავიკითხავ. საყოფელთა გარეცხელა, თუმცა იყო უნაკერო, წიფხარეთი გარეცხილა ჩოღრათო თუ უნაგერი. აღარ არის მეტი ჩარა, უზვიმის და შალ ლატანებს. საჯი შვრილით მეტი ჩარა, მალე მოსდებს შარს ლატანებს. და ამბავი ცოტა დროა, ცერტა იგრძნო აქსიომაც. მზის ჩასვლამდე ცოტა დროა მიყვეს უნდა აქსიომას. ბინდი ლუკმა ამოხევსთა, მიაცილებს მასკარამდი. წითელ ფურცელს ამოხევს და დამთავრდება მასკარადი. არც ახლა
ესე იგი, მე რისი თქვა მინდა წეღად აი მეც ვღელა თამთასი არ იყოს და კიდე მე ის მინდოდა მეთქვა რომ ქალაქში ურბანულ გარემოცვაში მყოფი ადამიანი რომელიც სრულიად თანამედროვეა თავისი ცხოვრებით ჩვენ არსებობით როგორც რა გარემოში ჩვენ ვარსებობთ მაგრამ მის ლექსებში ისეთი სიტყვებია შენახული რომელიც თითქოს თავის აი ყველა ლექს რაღაც თავის სურნელი აზდის სოფლის სიმინდის და ასე შემდეგ და ძალიან დიდ მადლობას ვიხდი ამისათვის რომ ხანდახან ჩემი სოფლის მონატრებას დამეკუჩებ ხოლმე შენ ლექსების კითხვით დიდი მადლობა ეს ვარდი შენ ოტე ეს კიდიც კი ბატონო კარგად გაიხარე რა თქმა უნდა მე არა ვარ მარტო ამ ჟურნალისა იდეის ავტორი იყო თამარო ჯუხუ იმამით ხარო ასე რომ ზივარ ეგრე არ გამოვაო და აი მე ესე წამოვიდა ეხლა მინდა წამოვიდეთ ავტორი რომელიც როგორ შეიძლება ითქვას რომ მე და თამრიკოს უახლოესი მეგობარი და ახლობელი გახდა ეს არის წარმოშობით ჩერქეზი, მისი გვარის მეტყველებს ართილაყვა, ნინი ართილაყვა, რომელსაც მოძებნა თავისი ფესვები და თქვა რომ მე ვარ ჩერქეზიო და ერთ ძალიან ცნობილი პროფესორმა რო უთხრა, შენ არ ახარ ჩერქეზი, შენ მეგრელი ხარ და არ ახარ მართალი, მე ჩერქეზი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ. აი ესეთი გახლავთ ნინი ართილაყვა, რომელიც რამდენიმე ნომერში არის დაბეჭდი და მას აქვს ერთი ძალიან კარგი და აი რაც ჩვენ გვჭირდება იმისკენ მომწოდებელი, იმისთვის შემაგზობებელი, არ ვიცი როგორ რა სიტყვითა თქვა, სიტყვა სიყვარულს. ეხლა ის ამ ლექსს წაიკითხავს და ერთი ლექსი მგონი თარგმანი იქნება, ხო? ხო, შენ თვითონ თქვი მაგაზე? მოგზადით? მოგესალმებით. პირველ რიგში ვიტყვი რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს ისევ აქ შევიკრიბეთ და ვხედავ იმ ადამიანებს რომლებმაც ძალიან ბევრი რამ მომცეს და ვფიქრობ რომ კავკასიური სახლი არის ის ადგილი რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ეს არის ადგილი სადაც აინტერესებთ ახალგაზრდების აზრი მათი სურვილები და ყველაფერს ცდილობენ იმისთვის რომ ჩვენი ინტერესები თუ ჩვენი ხედვები გაითვალისწინონ და არა მარტო გაითვალისწინონ, ჩვენ გვაგრძნობინონ თავი ყველაფრის ეპიცენტრად. რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გიხდით. რაც შეეხება ჩემს ლექსს, მიყვარს. დღეს მინდა რომ მიხოძიას და ქალბატონ თამარს მივუძღვნა, იმიტომ რომ მათი სიყვარულის 46 წლის იუბილეა და გისურვებთ რომ კიდევ მრავალი წელი იყოთ ასე ერთად ჩვენს იმედად და არ ვიცი ყველაფერი საუკეთესო მემეტება თქვენთვის. მიყვარს მათ ვისაც გონიათ რომ იციან ვინ რა მიყვარს მე მიყვარან კეთილი ადამიანები თვალები რომ უციმციმებთ ის თვალებიც მიყვარს გაზაფხულის სურნელი მიყვარს მზის ამოსვლა და ჩასვლაც მიყვარს მისი მიყვარან ბავშვები ერთი ციცქნები უცოდველები რომ არიან და წრფელი ღიმილით დღეს გილამაზებენ მიყვარან ასაკოვანი ბებია ბაბუები ხელიხელ ჩაკიდებულები რომ დადიან ფართო ქუჩებში და თითოეულ ნაბიჯში მათი ცხოვრება საჩინოვდება ახალგაზრდა წყვილებიც მიყვარან, სიყვარულით რომ უმზადენ ერთმანეთს. კიდევ ჩახუტება მიყვარს, ახლად შეძენილი წიგნის სურნელი მიყვარს დედა რომ მესაუბრება. კიდევ ძველი წიგნების სურნელი მიყვარს. მათ რომ მკითხულობ ვინ თქმები იმ ეპოქაში, რომელშიც ისინი შეიძინეს. რაიმეს რომ გავაკეთებ და ისე გამოვა როგორ ჩავიფიქრებ, ეგ შეგრძნება მიყვარს. ძვირფას ადამიანებს სურპრიზს რომ უკეთებ და შემდეგ მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ, ეგ მიყვარს კიდევ. მიყვარან მთები, მათ სიძლიერეს გრძნობ. ის მომენტებიც მიყვარს, უმნიშვნელო დეტალები რომ ახსოვ ჩემს შესახებ. მიყვარს მზეს უმზირები. რაღაც გემრიელს რომ მოვამზადებ და მოეწონებათ ეგ მიყვარს. დილით ფეხში შველი სიარული მიყვარს. მეგობრებთან ერთად სიცილი მიყვარს. მიყვარს წერა. ვცდილობ ყველაფერზე და ყველაზე ვწერო. მიყვარს ადამიანების გაბედნიერებას როცა ვცდილობ. მიყვარს მიზნისთვის ბრძოლა.
თავმდაბალი ადამიანები მიყვარს. ჩემი დიშვილები დეიდას რომ თავიანთნებურად მეძახიან, ეგ მიყვარს. ძველი ალბომების თვალიერება მიყვარს. მიყვარს ქუჩაში უცნობ ადამიანებს რომ უღიმი და ისინი ძღიმილით პასუხობენ. ყვითელი ფერი მიყვარს. ჩემი ადამიანი მიყვარს, მისი ხმა. მთვარე მიყვარს, სიმშვიდე მიყვარს. წიგნების კითხვა მიყვარს. მეგობრებთან ერთად უმისამართო ცერინობა მიყვარს. სოფელში ჩემი სახლის სურნელი მიყვარს. ფილმების ყურება მიყვარს და შემდეგ მათზე ფიქრი. დაძინებამდე კლასიკური მუსიკის მოსმენა მიყვარს. კიდევ მიყვარს მომავალზე ფიქრი და საკუთარი თავის იქ წარმოდგენა. ცეკვა მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ თუ ვერავინ მხედავს. მიყვარს წესიგი, ლამაზად და მწყობრად ალაგებული ნივთები. ჩემი ჩერქეზეთი მიყვარს, რომელიც ჯერ არც კი მინახავს. წინაპრებზე ფიქრი და მათზე საუბარი მიყვარს. შოკოლადიც მიყვარს, მისი სურნელი ღრმა ბავშვობასთან ასოცირდება. ზამთარში ყველგან რომ ცივა, მე თბილი სვიტერი მაცვია და პლეჩში ვარ გახვეული, ეგ გზნობაც მიყვარს. მე და ჩემს ადამიანს რომ უამრავი საერთო გვარს, ეგ მიყვარს. სარკეში ყურება მიყვარს. იქ ხან ჩემს წარსულს ხედავ, ხან მომავალს. კვირა 7 დღემდე ძილი მიყვარს. ან ვის არ უყვარს. საყვარელ ადამიანთან მოულოდნელად შეხვედრა მიყვარს. ასაკოვანი ადამიანები მიყვარან ფერადი ტანსაცმლით და ბებოები წითელი ტუჩსაცხით. დედა ჩემის ხელები მიყვარს. მამა ჩემის გზნობათა პალიტა და ხასიათი მიყვარს. საკანცელერიო მაღაზიებიც კი მიყვარს. ჩახუტების შემდეგ საყვარელი ადამიანის სურნელი რომ გრჩება, ეგ მიყვარს. მიყვარს ვინმეს რომ ჩემი იმედი აქვს და უბრალოდ სიყვარული მიყვარს. იმდენად მიყვარს რომ თქვენ შეგაწუხეთ. მადლობა. ახლა კი წავიკითხავ თარგმანს ჩემი საყვარელი ავტორის ემილი დიკინსონის. მიხოძიას აქვს ერთი ესეთი ძალა თუ ხერხი არ ვიცი, შეუძლია რომ ისეთი რაღაცები გაგაბედინოს და გაგაკეთებინოს, რასაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენთ. და ესე ძალის ძალა წაგვართვას ლექსები და თარგმანები. წავიკითხავ. ჩემი გული ითხოვს შვებას. გული პირველ შვებას ითხოვს, შემდეგ ტკივილთ და ამებას, ნარკოტიკის მცირე დოზას ტანჯვის გადასავადებლად. მერე ძილად მიეგდები. იტყვი, იყოს ნება შენი, სიკვდილი კი დროს იხელთებს აღასულოს განაჩენი. გიყვარდეთ და გიყვარდეთ. მოიც არ წახვიდე უვარდოთ. ეს შენა. ესეც შენა. ის ლექსების მწერალი გოგონა, რომელიც ეხლა უნდა წარმოგიდგინოთ, მე ხო, აქ მინდა ვთქვა, აი ეხლა ამან არ დამავიწყა იმ ადამიანის სცენება, რომელიცაც ყველა ეს დროს მინდა ხოლმე რომ ვთქვა, არსებობს უნივერსიტეტში ერთი ასეთი ქალბატონი, ეკა ნავროზაშვილი. შეიძლება ბევრი თქვენგანი იცნობს მას. ერთ-ერთი უიშვიათეს ადამიანთაგანია, რომელიც ნამდვილად სძრუნავს სტუდენტებზე და ძალიან ბევრი ვინც ჩვენთან მოვიდა და დაიბეჭდა ან მონაწილეობა მიიღო იმაში, ეს არის ქალბატონ ეკას დიდი დამსახურება. კიდევ ერთხელ ის არ უყვარს მას როგორც ვიცი და დღეს აღარც შევაწუხე რომ მოდი მეთქი, იმიტომ რომ მის არ მინდა ჩამეგდო უხერხულობაში, რომ კიდევ ერთხელ უარი არის ადამიანები, რომელიც ასეთ თქვა საღამოებზე უჭირთ სიარული ან საქმე აქვს და ასე მეტად და მას მადლობას მოახსენებ ყველაფრისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმანიშნა, ერთ-ერთი ასეთი გოგონა ანიტა ტაბატაძე და მე დღეს პირველად ვნახე ის, თორე შოი მიმოწერით ვიცნობდი და მის ლექსებს ვიცნობდი და ვკითხულობდი და ძალის არაჩვეულებრივი ლექსებია, ეხლა ყველაფერზე არ მინდა ესე ვთქვა, მაგრამ აი დღეს ასეთი ლირიული ისინი არის ბევრი სევდა, შეიძლება არის ტკივილი რაღაცა, მაგრამ რომელი ადამიანია არსებობს ტკივილისა და სევდის გარეშე? ხანდახან ძალიანაც ამშვენებს. კი არის ხანდახან აი ესეთი უცებ გამახსენდა აი გრანელის მონაბერივით რაღაცა ისეთის ისინია ინტონაციები, მაგრამ აი რაც თავარი არის ძალიან გამართული და მე ვფიქრობ რომ მას როგორც პოეტს კარგი მომავალი აქვს და მალე ის თავის შემოქმედებას წიგნათაც გამოსცემს. მან გაამხილა რომ მას უნდა ამის გაკეთება და თან ასეთი ფორმით რომ მერე რა თუ კი რამე
ჰონორარი შეხვდებოდა, ის სადღაც გადარიცხავდა დასახმარებლად ვინმესი, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე. ვთხოვ ანიტა დაბატაძეს. მოგესალმებით. მადლობა მინდა პირველ რიგში გადაუხადო ქალბატონ ეკატერინე ნავროზაშვილს, რომლის დახმარებითაც გავიცანი ბატონი მიხო და სწორედ მისი დახმარებით ვარ მე თქვენს წინაშე, ჩემთვის დებიუტია დღეს, ცოტა ვღელა მაპატიეთ და რა თქმა უნდა ეს ლექსების ნაკრები, რომელიც რამდენი ხანი უმალე უახლოეს მომავალში იპოვის სინათლეს, რადგან ჩემი ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ეს მოვახმარო ქველმოქმედებას, მე მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ღმერთის წყალობით დავამარცხე ლეიკემია და ეს წიგნი, რომელიც შემდეგ იპოვის სინათლეს, აქ შემოსული თითოეული თეთრი, გადაერიცხება იმ ფონდს ან იმ ადამიანს, რომელსაც რა თქმა უნდა დასჭირდება გამარჯვება ჩემსავით. რაც შეეხება ჩემს ლექსებს, ზოგის დაწერის ისტორია მახსოვს, ზოგის არ მახსოვს, რომლისიც მახსოვს გეტყვით, რომლის არაც ისე წაგიკითხავთ. ვის რა ფიქრებს შემოდგომის წვიმიან ღამეს? ჯარად ქოლგები მოწიწებით ქართან დამდგარან, როგორც შარშან წინ მოხვეული თეთრის სუდარით, ისევ წარსდექი უმოწყალოდ მძევლად ზამთართან. და მე ველოდი, რას ველოდი, ალბათ დანდობას. რის იმედით, დრო მაბნევდა როგორც ნამქარი აღსარებისთვის დავაპირე შენი დანდობა და დავიფიცე რომ არ მეთქვა შენი სახელი დამაგვიანდა. პაიმანზე დაჭკნენიები ალიოს ცაზე რომ დაუგლიჯე იქვე ღობესთან, მე ჯვარს ვიწერდი მზით დამწვარი და სალიერში, ვიღაც კი თავის მწარე ბედზე ცხარედ გოდებდა. და დღესაც ისევ გამიჭირდა ბრძოლა სიკვდილთან, დროს გადაფრენა ვაიძულე, რომ შენ მენახე. დავიწყებისთვის გიბოდიშებ ვეცადე, რადგან ცოცხლად მინდოდა მოგონებად რომ შემენახე. ძვირფასო, უკვე მე რამდენი აბზაცად გიხმობ ჭრიან ქარები გალურჯებულ წერილებს შენსას გაშლილ მკლავებით სინანულის სიყვარულს ითხოვს, მზე უნაპირო მოლოდინებს სიზმრებად შესვავს. გიხმობ და მათრობს გათენება თოვლივით თეთრი, ვიცი გაძნელ და უჩემობა ძნელია ვიცი, ღამით ზისდარებს მაფარებდა ტაძარში ღმერთი, შენ კი გაკრთობდა მარტოობა ძაძისფერ ნისლში. არ მოხვალ, რადგან ჩაგირაზა ზამთარმა კარი, ცივსარეცელზე გადამთვრალი, სინანულს ისმენ. შენ სერენადებს მოგიყვება სიჩუმე მთვრალი, მე კი გაზაფხულს ვეგებები, მელიან ისევ. შემდეგი ლექსი ეძღვნება მამას, რომელიც დიდი ხანი არ მყავს, ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა ეხლა რომ მე ვენახე და სწორედ მის მოგონებას უკავშირდება. იმ ხის ძირას მამა ჩემი იჯდა, ფეხთან, ყეფით და კანცული ძაღლით, კოინდარზე, მზე იცდი და დინჯად, აწვალებდა მზე სუმზირებს დახრილს. სწვავდა ხელებს დატანჯული ფიქრი პერანგს, ურჩად ჩაეგლიჯა ხილი, სახლთან, ისევ თეთრი ძაღლი იცდის, ელოდება მონატრებულ ღიმილს, როგორ შორით გაფრენილა ლანდი წაუღია ჩიაგოგოს სევდა, მახსოვს მამას უწყინარი დარდი მკერთან ახლოს ზოლებად რომ სდევდა, ვაზის ჯარებს, აკაფებულ მტირალს, დაუწყიათ ჭინჭველების დახრა, ბაღში გასულს გამახსენდა დილას, გაზაფხულზე ატმები რომ ჩაფლა, შორი გზიდან, მოდენილა ნისლი, კოინდარზე, მზე იცინის დინჯად, ძაღლი ისევ იმ ხის ძირას იცდის, მამა ჩემი ღემილით რომ იჯდა. შემდეგი ლექსი ეძღვნება ჩემს იმერეთს, იმერელი ვარ და დიდი სიყვარულით. ღვინისფერ ამბებს მიყვებოდა ბაბუა ჩემი. ბუხართან ზღაპარს დასაწყისი შემოალამბა, მოგონებებმა ჩამჭიდა და იქ გამაქანა, როცა სიყვარულს იმერეთთან შემოაღამდა. გადავიფრინე, გადავლესე უჯეგი გზები, შემომახვიენ სუროები მზისგან ნაჭრაკი, დაკორტნილ ბოძზე ჩამოხსენი გადანამზები კარის ჭრიალით, გაჯანგრული ნამწვარი ჭრაკი. რა ტკბილი იყო, ჩემი ბებოს ნამღერი ნანა,
ჭადის სურნელი დაკოჟრილი ხელებით მცხვარი ღობის კიდეზე შავქოჩორა კრიახ კაკანა ბაკთან ზმუილით ხარწითელად სოხნით გამცხარი შემომაგებეს მღვინობისთვე მიკიოტებმა გოდრებით ხელში დავიარე ვაზის ჯარები თვალი დახუჭეს გადმომსკდარმა სავსე ტოტებმა ტანზე მოისხეს ნისლისფერი დასაფარები დაჭყლეტილ მტევნებს სიმწრისთაგან ამოსდით ხმები ტანზე იგლეჯავს დაღვინება სულ ცოტა უნდა ორშიმოს წვერი მოედება ჭაჭის ნაწნავეს დაუნებლიეთ თავდაყირა ამობრუნდება საწნახს წავართვი გატეხილი ძველი სალესი დაგაწყვეტილი დამატყლული ჯარას სართველი მერე ჭინჭილა გადავავსე ცოლი კაურით და საწნეხელზე დამხობილი უჩა დავთვერი სიზმრის ფერს ზღაპრებს მიყვებოდა ბებია ჩემი კალთა ზეთკბილად მომესმოდა ღიღინა ნანა ფანჯრებს ამტროვდა დაბნეული თოვლის ნამქერი მე მოგონებამ იმერეთში გადამაქანა ისე ამტკივდი ისე ჩუმად ისე უთქმელად მხარზე უცოდველ თითებივით ფრთხილად გამები ვეღარ მომისწრეს გადაჭიხილს უშნო ურთმელად მახსენდებოდნენ დაცვარული იასამნები იდგა აპრილი სადღაც თოვდა ირიბად უხმოს ვერცხლის ემბაში გახვეული ციდან შენამდე ფრესკას უმზერდა ანგელოზი ქათქათა უფრთო ისევ გიწამე მარადიულ გადაფრენამდე ფერ ქარიშხლიანს ან უფეროს ან ნაფერიანს მოლოდინები ლილიანის უცხო ნაპირი ყველა სტრიქონად მონატრება გადაფენია და უკვდავება ნუშისფერი შემონატირი ისე ამტკივდი ციდან ცამდე უცრემლოდ უხმოდ ასე უცილარ სიზმრებივით მხარზე გამები ფრესკას უმზერდა ანგელოზი ქათქათა უფრთო ნააპრილარი დაცვარული იასამნებით წამიყვანე მთაში ჰეშკილ შევაფაროთ თავი მუხზე დამაფინე ფარჩა ხელზე სართეველა შავი თუკი დაგამძიმა წვიმამ ღამით დაუძახე ნისლებს შეჭამს ნადირობას დალი ცაზე გადაჭიმავს ისრებს მედოს მხარზე შენი ფიქრი როგორ ამღროულა გრძნობა შენთან ომი მისჯობს მქონდეს ვიდრე უშენობით ჭკნობა ზამთრის სურნელი აქვს დილას ფერობს ზაფრისფერად სევდა ნეტა ჩამოფიფქოს მალე ჩამოთოვოს ნეტა მერე შემოვიფენ ლამპრად წიფლებს გადანისლულ ტანზე დალი გადაჭიმავს ისფრებს ასფად ჩამოიხმობს ბანზე ჰოდა ამიყვანე მთაში სანამ დაიაოდრებს გრძნობა შენთან ომი მისჯობს მქონდეს ვიდრე უშენობით ჭკნობა და ბოლო ლექსიც სიზმრის ფერი აქვსო თურმე სიკვდილს ასე გაფიქრებულს მხარზე მძინარ სულში მოღამებულ ნაპირებზე დღესაც ალმაცერად გადაწვიმას მერე გადატეხილი სრის ტოტად ყველა ჩამოცვენილ დროის ფერფლში ღამის წვეულების მერვე ნოტად ქარისონეტების მძევლად შემშლის სიზმრის ფერი აქვსო გესმის კარგო ცივა დაალებულ ვაზის ჯარებს კლიტის ნამტრევიდან უმზერ ტანგოს კლიტის ურდულიდან ნაჭედკარებს ერთის თეატრია მხოლოდ ერთის ნამსხვრევ ტირეებში ისმის ხმები ყველა ჩამოვლაზე ხვდებით ღმერთს და ყველა შეხვედრაზე ხვდებით ბრმები გესმის თუ სიჩუმემ დაგაყრვა ან და რა აზრი აქვს გულში მღერას წუხელ ჩაულია მართალ მტყუან სული გაურძავრცავს ბეძის წერას როგორ მეუბნევი სიზმარს გავსო სიზმარს ხომ შეეძლო ეოცნება ასჯერ ვერ შევძელი მიტევება ასჯერ გადავწერი 10 მცნება ღმერთო როგორ მინდა დავიჯერო ცისკენ აზიდული იმედები ნეტავ დღეს ეს ღამე გავათენო ახლა სარკმლიდან რო ვიხედები სიზმრის ფერი აქვსო თურმე სიზმარს ცისკენ მივაბიჯებ გამეხებით ღიმილს დაუხატავს ტუჩი მქრალად როგორც ბროწეულზე ნახეთქები ეს ერთი ვარდი შენ და ერთი წიგნიც შენ. აი ეს პორტომოეთი. დიდი მადლობა, მაგიხარეთ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ და წიგნის გამოცემას. მინდა აი არაჩვეულებრივი გოგონა, ნათია გოჯორაშვილი გავიცანი როგორ მის ლექსებით არ გამიცვია.
ნათია გოჯრაშვილი პირველად გამიგზავნა მოთხრობა, სრულიად ფანტასტიკური, აი ძალიან მაგარი თანამედროვე პოსტმოდერნიზმი, ძალიან კაი მოთხრობა. როდესაც მოქმედება ხდება მეტროში და აი ყველა დამძიმებულია, ვიღაც ძველი ბიჭია, ვიღაცა რაღაცას ამაშვება, ვიღაცა საერთოდ დარდით არის სახე ჩამოსვენებული და ამ დროს შემოვარდება ბოშა გოგონა და ისე თელ სიცოცხლეს შემოიტანს. ეს კარგი სიმბოლოა ლიტერატურაში ცნობილია, რომ ბოშებს ეს თავისი ხალისი და ის შემოავთხოვენ და რაც თავარი იყო, ამან სულ ის რაღაცა განმუხტა სიტუაცია, მაგრამ ყველაზე თავარი გმირი მე შემორბის უცებ ხვლიკი ეს როგორ დატრიალდება და ყველა იქით ისე ახლა იმას საუბრობი რა როგორც იტყვიან მიდებ მოდებით, მაგრამ თლიანობაში იმდანაც კარგი იყო, ისეთი გაწყობები იყო, ყველა ვიღაცები გაჩუმდნენ და აი ესეთი არაჩვეულებრივი მოთხრობა იყო და მე ხო არ მოვასწრებდი, მე რა ვუთხარ რომ მეთქი კიდევ მინდა რაღაცა მეთქი და მე ვერლიბრებს გამოგიგზავნიო. გამომიგზავნე მეთქი და მე ბოლო ნომერში ვერლიბრებით დავბეჭდეთ და უყვარს ეზოპე კიდე. ეზოპე ვის არ უყვარს? მე ხანდახან აი ახლა ბოლო ხანებში იმას რა ქვია ბავშვებს ვამეცაინებ ხოლმე და რო ვიცოდ რომ მეცადინონ კარგად ეზოპეს ამბავს ვიხსენებ ხოლმე რომ ეზოპეს ეკითხება ვიღაც შეხვდა და ქალაქამდე რამდენ ხანში ჩავალო წადიო მითხარი და წავალო რამდენ ხანში ჩავალო აიქნია ხელი წადიო და რო წავიდა მე ვთქვა მოდი აქაო და 2 საათით ჩახალო რატო თავიდან არ მითხარო მე რა ვიცი როგორ დადიოდიო ეზოპე მუთხრა ხო და ეზოპე არის ძვირფასი ჩვენი მეიგავე და ეზოპე ასე და გაჩვენე თუ როგორც იმუშავებ და იშრომებ შედეგიც ისეთი დაიდება აი ესეთი მშრომელი გოგონა არაჩვეულებრივი ნათია გოჯრაშვილი ეხლა ნათიას ხო თავისი ვერლიბრები წავიდა გამარჯობა. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მიხოს ყველაფრისთვის. ბატონ მიხო გამაცნო ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდში და რაღაც ნათელი წერტილი იყო იმ პერიოდში და მომცა უდიდესი мотиваცია და გამბედაობა იმის, რომ ჩემი ნაწერები დამებეჭდა. დავიწყებ წაკითხვას. ლექს ქვია მე და როკაპი. მწვანე სიცარიელეს მოაქვს განცდა, რომ აღარასდროს გადარჩები. თეთრი ნაწილაკები ჰაერში ილივლებენ და დაგიტოვებენ ჩურჩულს აბსურდულ დროთა გარდამავლობის შესახებ. შესაძლოა ჩავიძირო. ცეცხლის ალში მოლივლივე გრძნეულები სახლისკენ მიხმობენ. მე ვივლი ქალაქიდან ქალაქში. ვიპოვი ძალას, რომ დავნებდე და ემოციების ნაკადი უმოწყალოდ შემოუშვა არარსებული ჰაერიდან მუცელში. ღრმად ჩავისუნთქო და აბსურდულობად მიმოვფანდო. შესაძლოა ჩავიძირო. ტაბაკონის მთაზე ცეცხლის ალში გახვეული როკაპი დუმს, თვალებით მანიშნებს. შესაძლოა ჩაიძირო. ბნელი დღეებისთვის ძვირფასო. ნუღარასდროს გაჩუმდები. იჩურჩულე ისე, რომ ხორხიდან სამართლიანობის სისხლი ამოანთხიო. თმაგაშვილი ვდგავარ უმოწყალოდ მდუმარე ქარში და ყელიდან გადმოღვრილი სისხლის წვეთები უსამართლობის ბურუსით მოცულ სიმწვანეს სპეტაკს ცრემლებად ეცემა. გრძნეულები კი ისევ სახლისკენ მიხმობენ. შემდეგ ლექს ქვია მელანქოლია, რომელიც გჭამს. ეს ფარაჯანოვის მუზეუმი ვნახე და მას შემდეგ დამებადა იდეა, რომ მუზა რომ დამეწერა. მელანქოლიის ჭრილში მზე კივის, ფერად ადანათებს და თვალს გრძნეულივით გჭრის. რამდენი ხანია სიბნელე აღარ გამოჩენილა, შიშველი ბროწეულები რომ აკაშკაშებულიყო სისხლისფრად. ჩემი ბავშვობის ტანჯვა სპილოდ გარდაისახა, გეტყვის ფარაჯანოვი. შენ კი იფიქრებ, რამხელა ძალა აქვს ტრანსფორმაციას. რამდენი მოგონება დნება, იღვენთება, იწრიტება, რამდენი მელანქოლია იქცევა ტანჯვად, ბროწეულის ფერს იშლეგეთ. რამდენი ღამე გათენდება და გეტყვის, რომ წვეთებად დაიცლება.
წითელ მძიმე წოთება ჩემოაბიჯებს შენს ცისფერს სიმშვიდეში, სულ საგიფორი აქებს და მონოტონურ წყუდიათში გშთანთქავს. ამოისუნთქებ და ჰაერის ნაყარ მასას წვიმის წვეთები ჩამორეცხავენ. იჯდები და იფიქრებ რომელიღაც შორეულ ნისლზე, რომელსაც ვეღარ ხედავ, ვეღარ ეხები, ჰორიზონტზეა ჩაძინებული. იფიქრებ ქალებზე, რომელთა ფეხსაცმელები გალიაშია გამომწყდეული და გასავლელი გზა ვერ გაიარეს. შენ კი სვლას განაგრძობ იქამდე, სანამ მელანქოლიურ სპილოდ არ გადაიქცევ. დილის სიცილში ბზარი გაჩნდა, შუადღით ამოვიოხრე, საღამოს უნდა დამეძინა. გამთენი ისას ტალახისფერი სიცივე შემოიპარა ცვლებში და წამი დაადნო. წამება დაასრულა, წყდიადი მორკალა. მოგონებებისა და სევდის დიფუზია უსირცხვილოდ შეუერთდა სულის ჰანგებს. იცინი იხსენებ, ტირი იხსენებ და მხოლოდ ესხა დაგრჩენია. ისევ ფიქრობ, რამდენი ქალის ფეხსაცმელია გალიაში გამომწყდეული, რამდენი გასავლელი გზა გაწყდა ცხოვრების უკუღმართობით, რამდენი ფეხსაცმელი ჩაიფერფლა და პეპლის ეფექტის სიმწარე იგემა. ის აქ აღარაა, შენი იმედი თან გაიყოლა. იმედი, რომ პატარა გოგონებსაც შეეძლებოდათ ამაყი, ლაღი, ბედნიერი სიცილი. მძიმე კომიდან თავს დააღწევდნენ და ახალ მოგონებებს დააგროვებდნენ. ჩამოატარებდნენ ახალგაზრდული სიცოცხლის სავსე ხურჯინს, რომელშიც ახალ ლამაზ ისტორიებს ჩაილაგებდნენ. დარჩა ძველი ამოშავებული ხურჯინი, რომელშიც ნაყარი მოგონებები ნაღველში ერევა. რისთვის ხდება ეს ყველაფერი, რისთვის იქცევა მოგონებები ფრთა გამოჭმულ პეპლებად? შემდეგ ლექს ქვია შოსტაკოვიჩი. ხანდახან ასეთ საჭიროა, მიიღო სპონტანური გადაწყვეტილებები და შუა ქუჩაში იცეკვო ვალსი. იცეკვო უჩვეულოდ, მოწყვლადად, ისე თითქოს ბოლოჯერ უწყობ რიტმს სულის ჰანგებს. ტონალურ ქაოსში საბოლოოდ სიმშვიდე იპოვო. აღმოაჩინ, რომ სპექტაკლში რაღაც როლი მოირგე. იქნებ უფრო დიდი როლისთვისაც ემზადებოდა. კონტრასტთა სიმკვეთრემ რაღაცები უნდა ცხადყოს. მშვიდადილივლივე ნოტებზე გროტესკმა არ გაგაბრიყოს. ითამაშე, სანამ შეწებებული სულით მოხდენილად არ ამოისუნთქავს სუბიექტურ რეალობაში. ნოტთა წყდიათში მარტოსულობა ქრება, რჩება გაცერცილი მოგონებები. სული შეუბერე და მიმოფანტეი რეალობაში. მეწამული და ისი შენთანაა, შეუხამე ფიქრთა ტალღები. ეცეკვე აზურთებულ ზღვათა მონაგარს იქამდე, სანამ თამაშს არ შეწყვეტ. მერე რა თუ ყველაფერი ისე არაა, როგორც გინდოდა. უსრულა. მადლობა. მადლობა. მოთხრობები? ეხლა არა, მაგრამ მოთხრობებიც მეთქი ხომ მომავალში იქნება. აუცილებლად. ძალიან, იმიტომ რომ უკვე ის არის ოსტატობა ეტყობა, ყველაფერი ეტყობა, სათქმელი არის და ერთხელ ბოდიში რომ გავიგრძელდა გორკისა რუსი მწერალია, მაგრამ დიდი მწერალია. დიდი მწერალია და ასეთ გადმოცემით ვიცი, რომ ახალგაზრდა დამწყები მწერალი მივიდა და უთხრა, რომანის დაწერა მინდა და დავწერო თუ არაო და თუ შეგიძლია არ დაწერო, ნუ დაწერო. ხო და თუ არ შეგიძლია რომ არ დაწერო, დაწერე და მე კიდევ ვისაუბროთ. ჩვენ ჯერ კიდევ გავშლით თემს. დიდი მადლობა. ხოიცა. ხო, ვარდი გავიწვევდეთ. ეს ვარდი შენ. ეს სიგნებით შენ. იცოცხლე. ეხლა ვარ საწყლები. დიდი ხანია ჩვენ დაგვიმეგობრდა არაჩვეულებრივი, სრულიად ახალგაზრდა ადამიანი, ჩვენი სახალხო უნივერსიტეტის მსმენელი, სად არის ვერ ვხედავ, თუ აქ არის. ლუკა კილასონი აქ არის? აჰა, იქით არის. ხო და აფეთქებია ლუკასაც ისა, დაჯდომია ყველა მხრიდან მუზა და ლექსების წერა დავიწყეო. ნამდვილად ისეთი ტემპერამენტით სავსე, ფიქრიად, სავსე, სათქმელი არის. მე ვუთხარ ლუკა, ჯერჯერობით მეთქი, ზოგი ასეთია, ზოგი ისეთია, მაგრამ სათქმელი არის და დანარჩენი ისწავლება მეთქი. მე უცებ თქვა რომ ეხლა მეგრულად ვიტყვით ლექსებსო. და ისეთი კარგი რიტმი და იმის წამოვიდა რაღაცა და მე ისე შევიგრძელი ახლა ხანდახან არის ხოლმე რაღაც კამათები წავა ხოლმე ეს მეგრული ენა უნდა იყოს, ლექსიკონი უნდა იყოს თუ არა მეგრულ ენაზე, ჟურნალი უნდა იყოს თუ არა. ეს ხო ჩვენი საგანძურია, როგორ არ უნდა იყოს? სვანური ენაც ჩვენი საგანძურია და იქ არის ჩადამარხული ბევრი ძველი ქართული სიტყვა და ხო და ეხლა მე უნდა ვთხოვო ლუკას რომ
თავისი მეგრული ლექსები წავიკითხოს. მე მინდა გაჟღერდეს ჩვენთან მეგრული სიმღერა. ყავს კიდევ. მოდი ლუკა. ამ ვარცხელი არ დააკავე, შენი აღარ არის. ესენი არა? მეგრულები წაიკითხე ჯობია. აა წაიკითხე. ხო, ამით დავიწყოთ. ამით დაიწყე და მე დავამთავროთ. მიდი. აი, ნაშნას. ყველაფერი წინა. თავარი ეგიცო. და მეაც ვისაკ. ხო, აწი მე ვერ მომიშორებ და. მოგესალმებით. მოკლედ ესე ვთქვათ, ჩემი ნათლობაა დღეს, ხო და ვინათლები. ადამიანი. რა შეიძლება გტკიოდეს ჩემო, ადამიანი? ვინ შეიძლება გძარცვავდეს ჩემო, ადამიანი? ვინ შეიძლება გატკინოს ჩემო, ადამიანი? ვინ შეიძლება უარყოს ჩემო, ადამიანმა? ვინ შეიძლება შეგძულდეს ჩემო, ადამიანი? ყველა სიტყვაში ვინ მოგდევს ჩემო, ადამიანი? ვის შეუძლია გაგცვალოს ჩემო, ადამიანმა? და მაინც ვინ არის ყველაზე რთული, ადამიანი? შენ ისევ გიყვარს, რა ქვია მაგას, ადამიანი? ხო, ყველა ცოდვა ვისგან მოდის, ადამიანით და მაინც მითხარ, ვინ გაცოცხლებს, ადამიანი? და ასე სცემდა ბერიკაცი კითხვაზე პასუხს. პასუხი ყველა კითხვის იყო, ადამიანი. წავალ ან არა, წავალ ან წახვალ არა, მოხვალ ან მოვალ არა, გეტყვი ან მეტყვი არა, მე შენ და ღამე კმარა, მოვალ ან მოხვალ არა, მე დაგიძახებ კმარა, შენ იკეკლუცებ მარად, მე დავბერდები არა, შენ შეგერევა ბზარი, მეც შემერევა არა, თუ არასოდეს ახდი, თუ არასოდეს წახვა, მე დაგიძახებ, მოდი, შენ დამიძახებ არა. ნინას, ასე ქვია ლექს. სხვა თოლიების სევდა, ქარი ჩამიჩუმით მქრალი. ცა თოლიების რისხვა, სხვა ქალღმერთების ზარი, შენ აშოლტილი ტანი, მზე აფოფრილი მკერდზე, შენ უჩვეულო ქალი, შენ უჩვეულოდ ვერ გთმეს, სხვა თოლიები ტალღა, შენ მონარნარე სხივი, სხვა თოლიები კოცნა, ტალღა მოშმაგარი მიმძის, ცა ეს თოლიების რისხვა, შენ სულ სხვანაირი ქალი. არ გაიდარებს იმ ცისფერ კაბას, იმ ცისფერ ქარებს, სევდისფერ ჯარებს, სევდისფერ ჯარებს, იმ ზღვისფერ ტალღებს, იმ ქარებს ვარდებს, წყალვარდნელ წამებს, ქალვარდნელ ქარებს, ой დაიარალებს, ვოი ჰაიარალებს და ცისფერ ქარებს, ზღვისად დარ წამებს, ჩქეფარე წამებს, ვაი რა დარიდარებს. შენ ალბათ ახლა, მე ალბათ ხვალე, რომ წახვალ სხვასთან, ვერ გაიდარებს, ვერ გაიდარებს, არ გაიდარებს, ვერ გავადარებ, არ გავადარებ, ვერ გაიდარებ. ჭავჭავაძემ კიდალოცა მიდიხარ ჩემ გამშვორდები, მარადღევ ჩემი კურთხევაო, მაგრამ მე ვერ გავაყოლე. ეხლა გადავიდეთ კულმინაციაზე, ასე ვთქვათ. ქართულიდან გადავდივართ მეგრულ ლექსებს. ლექსის სახელია ცირა-ცირა. სახუმარო ლექსია. ცირა-ცირა თოლი გვირა, ვაგიორს ოჩქი მიბირა, ლერსი მოკო ქოიწუე, ჩქიმ ქერჩელა თოლიცილა. შარას მეურკი კვაკვალუკ, ტანუ ალვა პიჯის ნახე. ართი მოკო ქოიწუეკ მუშენიეკ ცირა ხვალე. ია მოკო დოიბეჭე, თუმას აკოი ბეჭე. ხვალე ანწივეგლართავა მოიჩინეს კანი ბეჭე. ხორონს ხვამა ვადუზარა, გირსხუ შვაი ბეჭე, ჩქიმო ოკო დორნათედო, ჩქიმო ოკო აკოი ბეჭე. ცირა-ცირა თოლი გვირა, შხვა მეიხირს კვამიცირა, ჩქიმდე უჯგუს სოძირუნკი, ტანქვერჩელა თოლი გვირა, ცირა-ცირა თოლი გვირა, ვაი ორსო ჩქიმი ბირა, ჯგირ ვაუჩა გურიმაკი, იშენ ჩქიმი რეკის ღაბი. ამ ლექსს ქვია მარაშინ, ანუ ქართულად ღვთისმშობლობა. მარაშინას ქუმურთუმუ ამდგა დღაშა, ქირსეშ დიდას ქვერსემ ლურით დურულუა. ჭყოლოფუა ეწომზადი არძო დღაშა გურს,
სანთელო დოჭვილ ვორე ქირიკათას ჩქიმ დიდასი ეუდგინი ოჭმარესინ ტაბაკისი ქეგუწყარა ბოჭკომალი რაგადანსი ქუდოხვამით ართიანი მარიამიშ მაფასადო მარცხინალი ქირსეშ დიდაკ მუგვინიღუ ნუეჭეფუ ქანგარუეს ურიეფდო მაზაკვალებს ქიდირულუ გურჭყვადილ ქიდურულუ მეურცაშა სკუაშ ფასი მუთუნვარე ქირსეკ დიდა იხუტოლუ გურიშკიდას ვენგარავა დიაჩქიმი მათაკվორეკ მარაშინას ქუმურთუმო ამდგარ დღაშა ქირსეშ დიდაკ შური ხორონ საშაბა ბოლო ორი ლექსი სენტიმეტრნარევია მაგრამ მაინც სახუმარო მეგრულში გადის ჩქიმი თოლი გვირა ჩქიმი თოლი გვირა ჩქიმი თოლი გვირა ჩქიმი მაფშალია ჩქიმ გურიში ვარდი ჩქიმი ხوارხვალია ჩქიმი თოლის სინთე ბირა ღორონთ ნინაშ სკანიტანი ალვა ჩქიმი თოლი ცირა მიკვეკველი შარას გურსკი ორი აფუ სკანი თოლის ეშხი ჩქიმ შურს ჰამუ აფუ ვამიძირუ ხანო გურიჭვილი მაფუ ჩქიმი შურიშ ქალი ოროფარეკ მაკი ჩქიმ თოლიში სინთე ჩქიმი ხوارხვალია ირო სკანდე ფიქრენ გურჭვილი ორენია ჩქიმი გურიშ კიბო ჩქიმი ღურას ძაფი ქომიორობ ცირა გურიჭვილი მაფუ ხოდა ეხლა იქნება ბოლო აკორდი. ჩქიმი მაფშალი, ანუ ჩემო მერცხალ. ოჰო, ნანა ნანაია, ჩქიმ გურიში მაფშალია. დიდუ ვარაია, შურქიმენტუ ქვარაია, აშო, იშო, აშო, გილაფთიდო დიხავამკო. სკანი წაბიშ დუნანტირა კომიერობ ცირა გვალო, ოჰო, ნანა ნანაია, ვარენია, იშენ დობღურუქი ნანაია, ქიბირ ბირა ობირალი, ჩილამური ზისხი რეფშა, რკია ჩხვია სკანობური ქუდანტირი ართი ბორჩა, ოჰო, ნანა ნანაია, ღურა თეშით გამქარია, ოჰო, ნანა ნანაია, ჩქიმ გურიში მაფშალი. კეთა სადავი, კეთა ძალიან შევწვით. კარგი იყო, ხო? ესე იგი მე კეთას იმჯერა. აჰა. მოიცეთ წიგნი მოგაშავა კიდე. შენ. აჰა. ღმერთების ძიება. დიახ, იქნება რა იპო. ეძიება ასპავიში. ჩვენ გავედით თითქმის კი არა გავედით ბოლოში ეს იყო ჩვენი წარმოდგენილი და მე თქვენის ნებართვით აგერ ჩემი კოლეგა არის გერმანისტი თამთა მომლაძე და ერთ-ორ თარგმანს შეიძლება წავიკითხო გერმანულიდან თუ ნებას დავსთავთ ხო ეს არის გეორგ ტრაკლის ღამეული რომანსი ვარსკვლავთ ქვეშეთში ვით მთვარეული ვინმე ეული ბნელში გზას ეძებს ფხიზლობს ყმაწვილი თვალებს აცეცებს თვარის მიტკალში გამოხვეული თმაგაწეწილი ქალის შეშლილი მწარად შებღავის ფანჯრის რიკულებს მოსარკულ ტბაზე შეყვარებულებს არ ვინეგულვით ხელის შემშლელი კველი ჩაღიმის ღვინის ზედაშეს დავრდომილ ზაგრალს სიკვდილის შიში მონაზონიკი ღმერთის მოშიში მუხლებს იტყავს ჯვარცვის წინაშე თვლებს დედამ ღერის თანნება გზნობს ბავში ღამეს დაიყურება მართალ თვალებით კახპა თავნება საროსკიპოში სიცილით კვდება სარდაფში ქონის სანთელი ბოლავს მკვდარი კედელზე მიაჭეჭს ნამწავს და მოქირქილეს სიჩუმეს ხატავს ძინარე ძილში რაღაცას ბოდავს ძალიან კარგი პოეტია გეორგ ტრაკლი რა გამოვიდა არ ერთ-ერთი უიშვიათესი ლექსია არაგარეთული ძალიან კლასიკური პოეტია კლასიკური რითმისისა დიდი პოეტი გერმანელი რომანტიკოსი ჰაინრიხ ჰაინე ეს არის გაურითმავი ლექსი და მე აი რაღაცების გამოვეხმაური ამას და მივუძღვენი ჩვენ მას პროტესტანტებს ჰაინრიხ ჰაინე ჰიმნი მე ვარ მახვილი ალი ვარ ცეცხლის გზას გინათებით უკუნ ღამეში და როდესაც ბრძოლა დაიწყო ვით მე წინავე წინ გავიჭერი ძმად ნაფიცების გვამს ხედავ ჩემს წინ ჩემს გვერდით ჩემს ირგვლივ ჩვენ გავიმარჯვეთ
ჩვენ გავიმარჯვეთ ჩემს მეგობრებს კი ძინავთ მარადი ძილით. ტრიუმფატორთა მახიან ხმებს ქორალი ერთვის, პარაკლისია მიცვალებულთა, მაგრამ სალხენად ან გლოვისთვის ჩვენ არ გცალია. კვლავ მოგვიწოდებს საყვირის ხმა, ბრძოლა ახლდება. მე ვარ მახვილი, ცეცხლის ალი ვარ. ეს იმი მადლობები არ არის საჭირო. ეთ ლექს მოძებნი და თუ ვიპოვე, იმას წავიკითხავ. ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსია გოეთესი ტყის მეფე, გახსოვს ტყის ერქენი. ვინ მიაფრეს სწრაფ ბედაურს ტყის მეფე ხвия. ვინ მიაფრეს სწრაფ ბედაურს წვიმაში და ქარში, მამას გულში ჩაუყრია პაწაწინა ბავშვი. შვილს მის კერტში უპოვნია სასთუმალი რბილი, ყინვისაგან შვილს იფარავს მოსასხამი თბილი. ჩემო ბიჭო, ვინ გაშინებს სახეს რატომ მალავ? გაიხედე ტყის ხელმწიფეს, შენ ვერ ხედავ მამავ. გვირგვინოს ან ტყის ხელმწიფეს კუც რომ იქნევს რისხვით. ჩემო ბიჭო, ეს ხომ ტყეში იბოლქვება ნისლი. ტკბილო ბიჭო, მოდი ჩემთან უგერევა რული, 1000 გვარი თამაშებით გავიხაროთ გული, იქ ჭერჭელი ყვავილები ამშვენებენ ჭალას, დედაჩემი ოქრომ კედით მოგიქარგავს ხალას. მამამ გაიხედე რაღა გამაჩუმებს, გესმის რასაც ტყის ხელმწიფე ჩუმად შამჩურჩულებს, მშვიდად იყავ ჩემო ბიჭო, იქ არავინ არის, მხოლოდ ხეთა ხმერთ ფოთლებში დაზუზუნებს ქარი. მას წავიდეთ შემოკარგო ჯერ არის გვიან, ტყეში ჩემი ასულები უკვე მოგელიან, შენს ლოდინში ღამეული რაინისპირს ხედან, სუსტ რომ ცეკვა სიმღერად გაიქარგონ სევდა. მამაო, შენ ვერ ხედავ ტყეში ამავსულებს, ტყის ხელმწიფის ასულები მიმელიან სულეთს. არა შვილო, გეჩვენება მოგატყუებგანა, იქო ხმელი და ბებერი ტილიფები დგანან. ტკბილო ბავშვო, ჩემო კარგო როგორ შემიყვარდი, არ მომყვები მაშინ ძალით წაგიყვანო უნდა. მამაო, ტყის ხელმწიფემ კლავში ხელი მტაცა, ორან ტყეში წამის უმალ უკვე გამიტაცა. მხედარიცხას შეუძახებს მიხრის ბედაური, მამას გულში ჩაუყრია შვილი უბედური. აჰა, ეზოს მიაღწია, გამოაღო კარი, მაგრამ უკვე მის კლავზე ბავშვი წავიდა. გული მიჭობდა. აი დავამთავრე მე ჩემი და ერთი ლექსი მინდა წავიკითხო. დღეს ნინი არტილავამ თქვა რომ და შეხებას მოგილოცეს რომ დღეს მე და ჩემი მეუღლის თამარის 46 წელიწადის ჭამაღლაპის დროა. წლისთავია. შემოურჩით ერთმანეთს. და ცხოვრებაში სულ 3 ლექსი მაქვს დაწერილი. ერთი დედაჩემზე, როდესაც მე როდესაც ჩემი ძალიან ტკბილი მამიდა გარდაიცვალა და ერთი ლექსი თამარს მეუძღვენი. ხო და ის ლექსი მინდა წაგიკითხოთ. წუხელღამ ვერ დავიძინე, შენზე ვიდარდე ძალიან. ერთად გვისვია აქამდე, ღვინო იყო თუ ძმარია, ვერ შეველიეთ ერთმანეთს, გზაში ვინ აღარ გვიგანა, ერთად ვაშენეთ ქავციხე, აგურითა და ქვისგანა, ახლა სოფელში წავიდეთ, იქ ხარჯოთ წლების ბარაგი, იქ გავასრულოთ მეუღლევ ჩვენი ცხოვრების არაგი. აპატიეთრო ჩემი აი ესეთი ამით დავასრულეთ ბოდის ვიხდი, იმიტომ რომ ჩვენს ალმანახში მე როგორც ერთ-ერთი ბოლოში სადღაც მეც მქონდა ხოლმე სხვა თარგმანებთან ერთად თარგმანების რუბრიკაში რაღაცებს რომელსაც სხვაგან არ მიმქონდა და აქ ვახერხებით დაბეჭდას რომ რაღაცას დარჩენილიყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მე მინდა დარბაზს ვთხოვო თუ ვინმეს აზრის გამოთქვა უნდა, რა თქმა უნდა შეიძლება. ბატონო ღვთისო, ხوار გინდათ ერთ-ორი სიტყვა რო თქვა ზოგადად ან მოდი ბარემახ, მოდი. ეს ხა ბატონი ღვთისო, მედიშვილი, რომელიც სულ გვერდზე გვიდგა. ეს წეღან ერთი ქალბატონი ვახსენე, ქალბატონი ეკანა ოროზაშვილი და დიდი სიამოვნებით და სიხარულით მინდა ვთქვა, რომ აი ეს ადამიანი, რომელთა რომლის ბევრი სტუდენტი ჩვენი მსმენელია და ეს მისი დამსახურებაც არის და ისინი სიამოვნებით ისმენ ლექციებს კავკასიის შესახებ და ასე შემდეგ მითოლოგიაზე, ფოლკლორზე. აი ეს ერთგულად მართლა მსახურობს ადამიანი და ემსახურება განათლებასა და ახალგაზრდებს ემსახურება.
ახალგაზრდების მსახურობა მისი უპირველესი ვალი გამხდარა და ნებისმიერ გაჭირვებაში, ხინში თუ ჭირში ყოველთვის კავკასიურ სახლ და მისახალხო უნივერსიტეტს უდგა გვერდით ბატონი ღვთისო. თხოვნა სულ რამდენიმე ეს იყო არაჩვეულებრივი საღამო, როცა მე შევიტყვე, რომ ტარდებოდა, როცა მითხრა ბატონმა მიხომ, რომ დღეს იქნებოდა პოეზიის საღამო, დიდი სიხარულით მოვედი და მართლაც არაჩვეულებრივი იყო დღევანდელი პოეზიის საღამო. დავტკბით ამ ლექსებით, არის სივრცე, როცა სიტყვა არ არის უბრალო სიტყვა, არის მომენტი, როცა ხმა არ არის უბრალო ხმა, როცა ის კულტურად გადაიქცევა ზუსტად. ამ შთაბეჭდილებით მივდივარ დღეს აი ამ საღამოდან, რა თქმა უნდა, სადაც ისმის ახალგაზრდების ხმა, იქ ჩვენ ვცნობთ, რომ იქ უკვე მომავალი იბადება ზუსტად. და ეს დღე ასეთია, რომელიც ეს სივრცე ყოველთვის მატებს ხოლმე ახალგაზრდებს გამბედაობას, რა თქმა უნდა, როცა ახალგაზრდა წერს ლექსს, ეს მისი პირადი სივრცეა, მაგრამ როცა უკვე ამბობს, ის უკვე ცდება პირად სივრცეს და ის უკვე საჯარო სიტყვა ხდება და უკვე სამყაროსთან ლაპარაკობს. და შესანიშნავია, რომ ამ კრებულს ქვია ჩემი სამყარო, სადაც პირველად დაიბეჭდა თქვენი ლექსები და ყველას დაგილოცავთ გზას. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, და ეს არ არის მარტო ორგანიზატორობა, ეს არის შუამავლობა. ახალგაზრდებისა საზოგადოებასთან. დიდი მადლობა ბატონო. და ბოლოს მინდა ვთხოვო ქალბატონ თამარ უჯუხუს, აი ამ ყველაფერს და საწყისში და თავისში და ბოლოსში მისულის ჩამდგმელს, თამამად შემიძლია ვთქვა, ეხლა გაბრაზდება ჩერქეზებში მიღებული არ არის ცოლისქება კიდე ვინ გაიგონა, მაგრამ მინდა რომ თქვას უბრალოდ თქვენ მოგეფეროთ რამდენიმე ისეთ მასე სურვილი აქვს და ამ სურვილს ვერ წავართმევთ. მოგძენით ქალბატონ თამარ მიკროფონთან მოგძანით. აი რა ვთქვა ეხლა. აი რა უნდა გითხრათ ამდენ ლამაზ, ნიჭიერ, არაჩვეულებრივ, ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს. რა უნდა გითხრათ? უნდა გითხრათ კარგი სიტყვები. უნდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მოვძანდით კავკასიურ სახლში. თქვენ დაინტერესდით ჩვენი სახლის მუშაობით. თქვენ მოგინდათ ჩვენთან ურთიერთობა, თქვენ გადაწყვიტეთ მოისმინოთ ის საოცარი ლექციები, რომლებსაც აკითხულობდნენ ყველაზე ცნობილი პროფესორები, არა მარტო დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების, არამედ რეგიონალური უნივერსიტეტებიდანაც. რა უნდა გითხრათ კიდე? რა თქმა უნდა, მადლობა იმისთვის, რომ გიყვართ პოეზია, იმისთვის, რომ გიყვართ ლიტერატურა, იმისთვის, რომ წერთ, იმისთვის, რომ შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები თამამად გადადგათ ჩვენ კავკასიურ სახლში, იორგ ჰენდლის სახელობის დარბაზში, იმისთვის, რომ თქვენ პირველი თქვენი ცდილობები, თქვათ, სამეცნიერო სფეროში, სამეცნიერო ტექსტები, კვლევები, ასე შემდეგ მოიდომეთ, გვანდეთ, მოიტანეთ აქ და ჩვენ პირველი პუბლიკაციები გავაკეთეთ თქვენთვის. რა უნდა გითხრათ? იმდენი სიხარული გვაჩუქეთ, იმდენი სასიამოვნო წუთები თუ საათები თუ დრო. მადლობა კამათისთვის, მადლობა ლექციებზე დასწრებისთვის, მადლობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თამამად პირველი თქვენი მოხსენებების წაკითხვისთვის. მადლობა ყველა პროფესორს რეგიონებიდან თუ დედაქალაქიდან, ვინც აქ წაიკითხა მართლაც ძალიან საინტერესო, ძალიან საჭიროებო თემებზე. კამათისთვის მადლობა. არ ვიცი, სიყვარულისთვის მადლობა. აი მე მინდა რაც შეიძლება მეტი ასეთი საათები და წუთები გქონდეს. იყოს პოეზია, იყოს მუსიკა, ამ სამყაროში იმდენი რამეა პოზიტივი. იყოს აი სანთლები, იყოს შანდლები, იყოს წიგნები, იყოს პატივისცემა ერთმანეთის და სიყვარული. დიდი მადლობა ბოდიშით პათოსისთვის. მადლობა ქალბატონ თამარ. ამით გასრულდა ჩვენ
მღვდელი საღამო, პოეზიის საღამო მე დარწმუნებული ვარ და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ არაჩვეულებრივმა ადამიანებმა თავისი შემოქმედების რაღაც მცირე ნაწილი წარმოადგინეს, მაგრამ ეს იმის იქით რა თქმა უნდა უზარმაზარი შრომა და კიდევ უფრო სხვა უკეთესი ნაწერები ინახება და იმალება და კი მომავალში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, დღევანდელ დღეს ჩვენთან ყოფნისათვის, ჩვენი საერთო სიხარულის დატვირთვისათვის და რა ვიცი, ყველაფერი სიკეთე თქვენ. დიდი მადლობა. მეგობრებო, მოდით ყველამ ერთად ქალბატონ თამარს და ბატონ მიხოს მიულოცოთ 46 წლის ერთად ყოფნის იუბილეი. დიდი მადლობა. ჩავიფიქრე. ყველა რომ კარგად იქნება.